საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემათა ციკლს, რომელიც მთლიანად ეძღვნება მიჯაჭვული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიური ქსელის გახსნას, ნაშრომისა, რომელიც 2024 წელს გამოვაქვეყნე. მაგრამ სანამ უშუალოდ გადავიდოდე თემაზე, ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა ამ 2026 წელს და ამიტომ მინდა გისურვოთ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, რაც ყველასთვის ძალიან საჭირო გრძნობებია და აგრეთვე მსურს უსურვო ჩვენს ხალხს და მთელს საქართველოს ჩვენი მიჯაჭვული ამირანის განთავისუფლება. მაშალზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემათა ციკლს და დღეს ვიწყებთ მესამე ციკლს, რომლის თემატიკა იქნება ამირანის ორეულების სახელთა განხილვა. თქვენ ახლა სლაიდზე ხედავთ ჩვენი წინა ციკლის მასალას. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მეორე ციკლი მთლიანად დაუთმეთ ამირანის სახელის დეშიფრირებას და ამავე დროს ამირანში კოდირებული სხვადასხვა იპოსტასების გაშიფრვას. შეგახსენებთ ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ განვიხილეთ ამირანის ხმალი და ვნახეთ, რომ იგი პირდაპირ უკავშირდება ქართულ ასომთავრულ ქანს, ანუ ერთ-ერთ ჯვარს ქართულ ასომთავრულ ანბანში, ანუ ამირანი დაკავშირებული არის ქართულ ანბანურ და ზოგადად ქართულ დამწერლობასთან. ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ ამირანი და თევზი და ჩვენ ვნახეთ, თუ რა დიდ სიღრმეებში ჩადის ამირანის თევზის იპოსტასი თავისი მამის სულ კალმახის სახელის ეტიმოლოგიური გაშიფვრის შედეგად. გარდა ამისა, ჩვენ აგრეთვე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ამირანი და ქრისტე ერთი და იგივე პიროვნებები არიან, ოღონდ ამირანი პირველადია, ქრისტე მეორადი. ანუ ქრისტე წარმოადგენს ამირანის ქრონოლოგიურ განმეორებას, თუ შეიძლება ასე ითქვას. გარდა ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ თვითონ სახელის ამირანი ეტიმოლოგიაზეც. ჩვენ აღნიშნეთ, რომ ორი შეხედულება არსებობდა ამირანის არაქართულ წარმომავლობაზე და ორივე ეკუთვნის ნიკო მარს. მისი აზრით აღნიშნული სახელი მოდიოდა ან სპარსულ არაბულიდან, შეგახსენებთ იმ ფრაზასაც ამირ ანდარე ჯან ან ჯაჰან და მეორე კი ეს გახლავთ აფხაზურიდან ამერ ამრა. ამით ჩვენ ფაქტობრივად ამოვწურეთ ამირანზე საუბარი და ახლა უნდა გადავიდეთ ამირანის ორეულების სახელთა განხილვაზე. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე საინტერესო იქნება აფსკილის სახელის განხილვა. შეგახსენებთ, რომ აფსკილი ეს აფხაზური ორეულია ამირანისა. იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველას გახსოვთ აფსკილის მითი, თუ როგორ შებოჭე, როგორ დაიბადა იგი ერთ ოჯახში, შემდეგ როგორ გაბუდაღდა იგი და შემდეგ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ანგელოზები გამოეგზავნა და დაესაჯა იგი და თავის ცხენთან ერთად როგორ დასაჯა იგი ერთ-ერთ გამოქვაბულში.
ეს რაც შეეხება upskills და ჩვენ ამას ახლა ძალიან დაწვრილებით განვიხილავთ, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამირანის მეგრული ორეულის სახელით ეს გახლავთ არამხუტუ და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენს მომდევნო საუბრებში. აქვე განხილული იქნება სომხური მითოლოგიის მხერის სახელის ეტიმოლოგია და ამირანის ორეულებთან მართალია დაუკავშირებელი, მაგრამ ამირანის ერთ-ერთი სასურველი ფალავანი შესაბრძოლებლად ამბრი არაბი, რომლის სახელიც ასევე ძალიან დიდ საიდუმლოებას ინახავს. მაშასე თქვენ ახლა სახეზე სლაიდზე ხედავთ იმას ჭკვითლად, იმას თუ ჩვენ რა გავაკეთეთ ამირანთან დაკავშირებით, ხოლო თეთრი შრიფტით კი მოცემული არის თუ რა თემები გვექნება განხილული მესამე ციკლში. შესაძლებელია რომ ჩვენ დაგვრჩეს დრო, ვერ ამოუწუროთ ჩვენი 10 საუბარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ძალიან საინტერესო თემატიკასაც ჩავთავთ აღნიშნულ ციკლში. მაშასე ახლა გადავიდეთ უშუალოდ upskill-ის სახელის ეტიმოლოგიაზე. რასაც თქვენ სლაიდზეც ხედავთ, upskill-ი ამირანის აფხაზური ორეული. როდესაც ჩვენ ამირანი განვიხილეთ აფხაზური ამრას ეტიმოლოგიით, მაშინ ჩვენ მოვიქეცით მეთოდოლოგიური თვალსაზრისით შემდეგნაირად. ჯერ განვიხილებთ ამრა თვითონ აფხაზურ სისტემაში, ხოლო შემდეგ კი იგი განვიხილეთ ქართულ სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესაც upskills განვიხილავთ ჯერ აფხაზურ სისტემაში, ხოლო შემდეგ კი უკვე ქართველურ სისტემაში. აფხაზურად, უпростоრად აფხაზური სახელი upskill-ი ნიკო მარის მიხედვით წარმოადგენს მზის შვილს, მაგრამ უშუალოდ შემადგენელი კომპონენტების მიხედვით იგი სინამდვილეში ცის შვილს ნიშნავს. ბატონი მარი ამბობდა, რომ ჩვენო აფხაზურში გვაქვს სიტყვა ბერგ და ეხლა თქვენ ამას სლაიდზე ხედავთ, სადაც პირველი კომპონენტი ბერ, ეს ნიშნავს ცას, ხოლო მეორე, რომელიც წარმოდგენილი არის ერთეული თანხმოვნით, ეს არის გ, იგი წარმოადგენს შვილსო. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირდაპირ ვღებულობთ ცის შვილს. და შემდეგო ამბობდა მარი, უკვე ჩვენ ვხედავთ სრულიად განსხვავებულ, ასე ვთქვათ, განსხვავებული ლექსემებით შედგენილ სახელს, ეს უკვე არის upskill-ი, სადაც ასევე, რა თქმა უნდა, ფიგურირებს როგორც სიტყვა შვილი, skill, ასევე თვითონ ცა და მას წინ უზის აფხაზური პრეფიქსი ა. ახლა რაც შეეხება თვითონ ამ აბერს და ახლა თქვენ თუ შეხედავთ ისევ სლაიდს, სადაც თავში წერია ბარ, ანუ ეს არ არის, როგორ გითხრათ, სრული ხმოვნით წარმოდგენილი ფორმა, შუა ხმოვანი, რომელიც ყვითლად არის აღნიშნული და ხაზი აქვს ქვევით გასმული, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს გახლავთ ნეიტრალური ბგერა, ეს გახლავთ შვა ბგერა, რომელიც განვითარების საფეხურზე მიგითითებთ, რაც კი იმას ნიშნავს, რომ მის წინ სხვა რომელიღაცას ხმოვანი არსებობდა და ეს ხმოვანი უნდა ყოფილიყო სრული ხმოვანი. შვა ბგერის ძირითადი წყარო გახლავთ ხმოვნები ა და ე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარლამენტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ პორტალზე მე ნახე თემურ
ვანცელაძის მიერ შედგენილი აფხაზური ლექსიკონი, სადაც ვეძებდი აი აღნიშნულ ამ სიტყვას, ანუ მე ვეძებდი რეკონსტრუირებულ ფორმებს, ან უნდა ბარ სიტყვა მეძებნა, ან და ბერ, იმიტომ რომ სწორედ ეს ფორმები იქნებოდა აი ამ მარის მიერ დაფიქსირებული ლექსემის საწყისი ფორმა. ბართან დაკავშირებით მე ვერაფერი ვერ ნახე, ისევე როგორც ბერთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მე რა თქმა უნდა გადავედი ქართულ მასალაზე და რა თქმა უნდა ამას წინ უსწრებდა ისიც, რომ თვითონ მარს აქვს აღნიშნული, რომ აბერსკილში სკილი წარმოადგენს ოჭანურ ერთეულს, ანუ ხაზი ფაქტობრივად იმისაკენ, რომ ჩვენ უნდა ქართულ ენობრივ სივრცეში ვეძებოთ აღნიშნული სახელის ეტიმოლოგია ჩვენზე წინ გააკეთეს სხვებმაც. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს არ აღმოჩნდა აღნიშნული სრული ფორმები, აღდგენილი სრული ფორმები, რასაც პატარა ვარსკვლავებით რო არის აღნიშნული, ხო? რაც პატარა ვარსკვლავებით არის აღნიშნული, რა თქმა უნდა ჩვენ იქ ვერ მივაგენით. ამიტომ გადავედით ქართულზე, ხოლო ქართულმა კი მოგცა შემდეგი მასალა. რაც შეეხება ბარს, სულ ხანსაბასთან ვკითხულობთ, რომ ეს არის სათხრობელი, ანუ ეს არის ინსტრუმენტი, რითიც უნდა შესაძლებელი არის მიწის თხრა. ანუ ეს გახლავთ ბარი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ეს გახლავთ ბარ, ოღონდ როგორც ბარი როგორც არამთიანი ტერიტორია, ეს არის ბარი, თვითონ საბა ამბობს, რომ ეს არისო ცხელი ქვეყანა. მაშა სადამე ჩვენ მივიღეთ, რომ მთლიანად ემთხვევა აი ამ აღდგენილ ფორმას ბარ ქართულში დაფიქსირებული ეს ორი ლექსემა. მაგრამ აქ რა თქმა უნდა გავიხსენოთ ენათმეცნიერებაში არსებული ერთ-ერთი აქსიომა, როდესაც ეტიმოლოგიურ კვლევებს ვეხებით, რომ აქ სიტყვების შედარების დროს მხოლოდ და მხოლოდ ფონეტიკური შედარება ჩვენ არაფერს არ გვაძლევს, ის შეიძლება შემთხვევითი იყოს. აუცილებელი არის სემანტიკური დამთხვევაც, ყოველ შემთხვევაში სიახლოვე იმისათვის, რომ ჩვენ ვიფიქროთ აღნიშნული სახელების ეტიმოლოგიურ, ანუ ნათესაურ ურთიერთობაზე. სამწუხაროდ ეს ბართან დაკავშირებით სწორედ რომ სემანტიკურ საფუძველზე შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა მეორე სახელიც, ეს არის ბერ და თქვენ ახლა მას სლაიდზე ხედავთ, ამოწერილი არის რა თქმა უნდა მათი სიტყვის ბერ მნიშვნელობების სხვადასხვა ლექსიკონებიდან. პირველი ეს გახლავთ ისევ საბა, მე ყოველთვის პირველ რიგში ხოლმე სულხან საბას მივმართავ, ამიტომ აქ გაქვთ თქვენ ხანმრავალი კაცი, შემდეგ უკვე არის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, სადაც დაფიქსირებულია ორი მნიშვნელობა, ეს არის ბებერი, მოხუცებული ან დიდი ხნის პიროვნება და მეორე კი გახლავთ საეკლესიო ძმობის წევრი, რომელსაც დადებული აქვს ასკეტურ ცხოვრებაზე აღთქმა. მაშასე შემდეგი უკვე მასალა რაც ქვევით ჩანს, ჭანური, მეგრული და ქართული აღებული არის არნოლდ ჩიკობავას შედარებითი ლექსიკონიდან, ჭანურ, მეგრულ, ქართული შედარებითი ლექსიკონიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ ჭანურში გვაქვს ჩვენ ბერე, რაც ნიშნავს ბავშვს, შვილს და ძეს და მეგრულშიც გვაქვს ჩვენ ბერ, რომელიც გამოიყენებაო გვარებში, როგორიც არის მაგალითად ბერაია, ბერია და ამ შემდეგ და გვაქვს აგრეთვე ქართული ბერ, რომელიც გამოიყენებაო გვარებსა და სახელებში. და აქვე გავიხსენოთ სახელები ბერა, ბერიძე, ბეროშვილი და ასე შემდეგ. მაშასე ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ აი ამ ქართველური მასალიდან უკვე გამოვიყენოთ ცალკეული ერთეულები და ვნახოთ თუ როგორ მოხდება აფხაზური, ვიტყვი, ეგრეთ წოდებული აფხაზური აფსკილის სახელის შინაარსობრივი ეტიმოლოგიურ ნათესაური გახსნა.
მაშასე ახლა თქვენ სლაიდზე ისევ ხედავთ სწორედ აფხაზური ბერგ რომელზედაც წეღან ვილაპარაკეთ რომ ესო მზის შვილს წარმოადგენსო და მის გვერდით კი გვაქვს უკვე როგორც მარია ამბობდა უკვე სრულად დაწერილი ფორმა aber skill ისევ და ისევ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას რომ მეორე კომპონენტი და პირველი ძირისეული მორფემა ber გაწარმოდგენილი არის ისევ ნეიტრალური ხმოვნით ისევ შვა ხმოვნის მეშვეობით რაც იმას გვეუბნება რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ სხვა სიტყვა მაგრამ სანამ ჩვენ აი ამ სხვა სიტყვაზე გადავალთ მოდით ვნახოთ აბერსკილ თვითონ რას ნიშნავს აფხაზურად პრეფიქსი აფხაზური პრეფიქსიაო ამბობს მარი და მისი წარმომავლობა განსხვავებულია იგი მოდის დამოუკიდებელი სიტყვიდან რომელიც ნიშნავდა ცას მოცემული არის ახლა სლაიდზე ყვითლად სწორედ მისი წარმომავლობაც რომელიც გიჩვენებთ რომ ეს არის ჯერ და შემდეგ ცა დასუსტა და შემდეგ თანხმოვანი მთლიანად ამოვარდა რის საფუძველ და მესამე კომპონენტი ეს გახლავთ მეორე ძირისეული მორფემა ეს არის skill რომელიც ნიშნავს შვილს ძეს მაშ რა მივიღეთ ჩავთვალოთ ჩვენ პრეფიქსის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა მარისა და გვექნება ცა ესე იგი იქნება ეტიმოლოგიურად ცა ber იქნება ცა და skill იქნება შვილი მივიღეთ რომ ჩვენ გვაქვს cis შვილი. სხვაგვარად რომ თქვა ჩვენა გვაქვს პრაქტიკულად გამეორება ერთი და იგივე ლექსემისა, რაც არის ცა, რაც იმაზე მიუთითებს რომ აღნიშნული სიტყვა ხანგასმულია. აღნიშნული სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიტანოთ იგი როგორც დიახ ზეცის ძე. დიახ ზეცის შვილი. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი სემანტიკა გახლავთ აღნიშნული სახელისა, იმიტომ რომ იგი საკმაოდ უახლოვდება ამირანის სემანტიკას და აქვე ბარემ ვიტყოდი იმას, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამირანის ორეულებზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც ჩვენ ამირანთან დაკავშირებით ამოვიღეთ აი ის დაფარული კოდირებული ინფორმაცია გარკვეულ წილად თუნდაც რომელიმე კომპონენტში მისი ორეულების სახელები რა თქმა უნდა ემთხვეოდეს და აი აქ თვითონ აფხაზური ენის დონეზე ჩვენ ვხედავთ რომ დიახ ცის შვილი რა თქმა უნდა ძალიან ახლოს დგას ქართული ამირანის მზისა და მთვარის ანუ იგივე ზეცის შვილობასთან მაშას ეს ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ მოდით ახლა აღვადგინოთ რომელიმე ქართული ერთეული და ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ საუბარი გვაქვს ზეციურ შვილზე, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჭანური ბერე, რომელიც ნიშნავს აგრეთვე შვილს, ძეს. და თუ ჩვენ ჭანურ ბერეს ჩავსვავთ პირველი ძირეული მორფების ნაცვლად, ანუ ber is ნაცვლად, ჩვენ მივიღებთ უკვე, რასაც ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ და რომელსაც აწერია ფაზა 2 აფხაზურ ჭანური, თქვენ ნახავთ, რომ იქ არის ლათინური ასოებით წარმოდგენილი პრეფიქსი a, შემდეგ მას მოსდევს ქართული ასოებით დაწერილი bere, რომელიც ჭანური ბერეს, ანუ შვილის აღნიშნელია და შემდეგ უკვე skill, რომელიც ასევე აფხაზურ სკილზე მიუთითებს. მაშასე ჩვენ წეგან უკვე როდესაც განვიხილეთ აფსკილის აფხაზურ დონეზე არსებული მნიშვნელობა, რომელიც პირველ ფაზაში არის წარმოდგენილი იგივე სლაიდზე, ჩვენ ვთქვით რომ ეს იყო ცა-შვილი, ხო სწორია, მაგრამ ნახეთ რა ცვლილება ხდება, როდესაც ჩვენ მას განვიხილავთ სწორედ ჭანურ ბერესთან დაკავშირებით. აღმოჩნდება რომ პირველი კომპონენტი ეტიმოლოგიურად აღნიშნავს ცას, მეორე კომპონენტი ჭანური ბერე აღნიშნავს ძეს ან შვილს, ხოლო მესამე კომპონენტი skill, აფხაზური skill უკვე აღნიშნავს იგივე ძეს.
ანუ ჩვენ მივიღეთ ძალიან საინტერესო მოდიფიკაცია აფხაზური სახელის აბსკილის სემანტიკისა და თუ ჩვენ აფხაზურში მახვილი გქონდა გაკეთებული ზეცაზე რომ იგი მართლაც ზეცისშვილს წარმოადგენდა მეორე შემთხვევაში ანუ როდესაც ჩვენ ჭანური ბერე ჩავსვით უკვე ერთ-ერთი ძირის ნაცვლად ჩვენ იქ უკვე ვნახეთ რომ აქცენტები შეიცვალა და ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება უკვე ზეციურ ძეზე ანუ ერთი შვილი კი არ ყოფილა თურმე ზეციური არამედ ყოფილა ორი ძმანი ყოფილან და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჭანური ბერესა და აფხაზური სკილის ასე ვთქვათ ნათესაური ტოლობა თუ ჩვენ ახლა ამას შევხედავთ და უფრო განვაზოგადებთ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აი ეს ცვლილებები სწორედ იმ ფაზების მეშვეობით რომელიც სლაიდზეა წარმოდგენილი და ახლა თვითონ ეს ცხრილი შეგვიძლია უფრო განვაზოგადოთ და გვექნება შემდეგი აფხაზური აბსკილის განვითარება ანუ მისი ეტიმოლოგიური კვლევა იწყება აი ამ პირველი ფაზიდან როდესაც იგი აფხაზურ დონეზე იშიფრება ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი აფხაზური ენა და აქედან გამომდინარე პირველი ფაზა მონოლინგურია ანუ ერთენოვანია მაგრამ როდესაც ჩვენ აღვადგინეთ უკვე ჭანური ბერე ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გადავდივართ მეორე ფაზაში და აქ უკვე მონოლინგური ფორმულა კი აღარა გვაქვს არამედ ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული ფორმულა და ეს ჰიბრიდული ფორმულა გახლავთ აფხაზურ ჭანური ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია იმის იცით გასასიგრძე განებლად თუ როგორი მნიშვნელოვანი და როგორი ჩახლართული ურთიერთდამოკიდებულება ყოფილა თურმე აღნიშნულ სახელსა და ქართველურ ენობრივ მასალას შორის ახლა თუ ჩვენ გადავწყვიტავთ რომ გავაკეთოთ ეხლავე თუ ჩვენ გადავწყვიტავთ რომ აი ეს უпростоრად ეს ცხრილი რაღაცა ფორმულის სახით გადმოვიტანოთ აღმოჩნდება რომ იგი ჩვენს შესაძლებლობას გვაძლევს რომ ფორმულის სახით ჩავწეროთ აბსკილის აი ეს ფაზობრივი ცვლილება და თქვენ ახლა სლაიდზე სწორედ ამას ხედავთ და ხედავთ როგორი გრძელი ასე ვთქვათ მათემატიკური ფორმულით არის წარმოდგენილი მთლიანად აბსკილის მნიშვნელობა და აი ამ ფორმულის მნიშვნელობა ჩვენ შეგვიძლია უკვე შევაჯამოთ როგორც ზეციური ძენი, ზეციური ვაჟკაცები, ანუ აფხაზი და ჭანი ზეციური შვილები. მაშასე, ახლა გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე და უნდა განვიხილოთ შემდეგი ძირეული მორფემა ეს ძირეული მორფემა გახლავთ სკილ რომელიც ნიშნავს თვითონ შვილს მაგრამ სანამ უშუალოდ მაგაზე გადავალთ მინდა მოგახსენოთ რომ ჩემი კვლევების მანძილზე და ეს კვლევები ერთსა და ორ წელიწადს არ მოიცავენ დაახლოებით ეს უკვე სადღაც 35-40 წლამდე მიდის თითქოს კი არა და გამოიკვეთა ისეთი ტენდენცია რომ თუ მე მაქვს თხზული ან ნაწარმოების სიტყვა ან სახელი და მაშინ რომელიღაცა კომპონენტი არის რომელიმე ერთი ენიდან წარმომავალი წარმომდგარი ამ შემთხვევაში უпростоრად ჩვენ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვხედავთ ქართულს ხო ამ შემთხვევაში ჭანურს მაშინ მეორე კომპონენტიც ასეთივე უნდა იყოს ანუ ის მეორე კომპონენტიც ანუ სკილიც ასევე ქართველური ენობრივი სივრციდან უნდა მომდინარეობდეს და მართლაც ასეა ჭანურში ბერეს გარდა ჩვენ გვაქვს კიდევ სიტყვა სკირი
ეს ძალიან საინტერესო ფორმაა, იმდენად რამდენადაც ფონეტიკურად ბერე და სკირი ერთმანეთისაგან საგრძნობლად განსხვავდებიან. ჩვენ რომ სკირი აღვადგინოთ სკილის ნაცვლად, ამას არაფერი არ ეღობება წინ, მაგრამ სანამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, საჭირო არის აგრეთვე მეგრულის ჩართვა. და მეგრულის ჩართვა საჭიროა იმიტომ, რომ ჭანურში ჩვენ გვაქვს სკირი და სქირი, ანუ ორი ვარიანტი გვაქვს, ხოლო მეგრულში დაფიქსირებული არის სქირის ვარიანტი, ქანიანი ვარიანტი, რაც იმას გვეუბნება, რომ აღნიშნული ლექსემის პირველადი ფორმა ყოფილა ქანიანი ფორმა, ანუ სქირი, ხოლო შემდეგ კი სქირიდან განვითარდა სკირი. აქ ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ, გერათა ცვლილება თუ შესატყვისობა გვაქვს, ეს არის ქანიდან ქ-დან კ-ში, ანუ კანში გადასვლა, რაც ქართულ ენებში არსებული გერათ შესატყვისობების სისტემას არ შეესაბამება. ახლა წარმოგიდგენთ მე თქვენ აი ამ გერით შესატყვისობებს ქართულში, რომელიც აღებული არის ფენრიხისა და სარჯველაძის ქართული ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონიდან, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ საერთო ქართველურში, ახალ ქართულში, მეგრულში, ლაზურში თუ სვანურში ჩვენ უნდა გქონოდა ქანი ყველგან და უნდა გქონოდა კანი, მაგრამ ამ შემთხვევაში სკირისა და სქირის შემთხვევაში, როგორც ვხედავთ ჩვენ აი ეს ურთიერთობა შეიძლება ასე ითქვას, მეტნაკლებად არის შეცვლილი. რაც იმაზე მეუთითებს, რომ რა თქმა უნდა სისტემა გერათ შესატყვისობებისა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სავსებით შესაძლებელია გქონდეს აი ამ სისტემიდან გადახრა და ჩვენ სწორედ ამ სკირის შემთხვევაში აი ასეთ გადახრასთან გვაქვს საქმე. და ეხლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მოვახდინოთ აი ამ მეორე ფუძისეული მორფემის აღდგენა აფხაზურ აფსკილში. თქვენ ახლა სლაიდზე ხედავთ მეორე ცხრილს, სადაც მოცემული არის მეგრული, ჭანური და აფხაზური და ეს ფორმები მოცემულია იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რომ სანამ აფხაზურში გაჩნდებოდა სიტყვა სკილ, მანამდე ამ სიტყვამ განვითარების ორი საფეხური გაიარა. ესე იგი, მე მქონდა მეგრულში სქირი, შემდეგ უკვე მქონდა ჭანურში სქირი, სადაც იგი გადაკეთდა, უფრო სწორად შეიცვალა სკირზე და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე რსა და ლს მონაცვლეობის საფუძველზე მე აფხაზურში მივიღე სკილ. ეს ძალიან ლოგიკურად და ლამაზად აწყობილი ჯაჭვი გახლავთ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენ თუ მიუტრიალდებით წეღანდელ ჩვენს ფორმულას, აი მცხრილებს ფაზობრივ სისტემას ეტიმოლოგიურისას, ხო, სახელისა აფსკილი, აღმოჩნდება, რომ აი ის მეორე ფაზა, პირველ ფაზაზე ამ წუთში თქვენ ხედავთ სლაიდზე, რომ მე პირველი ფაზა გამოტოვებული მაქვს, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად, იმიტომ რომ ის უკვე ფაქტობრივად ნიშნულობა უბრალოდ მას აღარ გააჩნია, იმიტომ რომ ჩვენ მეორე ფაზაზე გვაქვს უკვე ყურადღება მთლიანად გადატანილი, ის კი არის მონოლინგური, ეს კი არის ჰიბრიდული ფორმა, ამიტომ ეს უფრო მნიშვნელოვანი მონაცემი გახლავთ. მაშასე ჩვენ მეორე ფაზაში უკვე შეგვიძლია გამოვყოთ ორი ქვესაფეხური. პირველი ქვესაფეხური ეს არის ჭანური ბერეს ჩართვა, რომლის შედეგადაც მე მივიღე ზეციური, ჭანური და აფხაზური ვაჟები, ხოლო მეორე შემთხვევაში მე უკვე უნდა ვისაუბრო სკირის შემთხვევაში და სქირის შემთხვევაში, როდესაც აღდგება, რას ვღებულობთ. და საინტერესო ის არის, რომ მე თუ მეგრული შემოვიტანე, ხო, განხილვაში უკვე მთლიანად მთელი ფაზის ეს საფეხური ღებულობს 3
ენოვანი ჰიბრიდული ფორმულის სახეს. ანუ ჩვენ აქ გვაქვს ერთი მხრივ აფხაზური, გვაქვს ასევე ჭანული და გვაქვს ასევე მეგრული და ახლა თქვენ ხედავთ სწორედ სლაიდზე აი ამ B საფეხურს, როდესაც ლათინური ასოებით დაწერილი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირველი კომპონენტი, ეს არის პრეფიქსი A, ხოლო დანარჩენი კი წარმოდგენილია როგორც ბერეს, კირ და სკირ. მაგრამ ეს კი გავაკეთეთ მართალია ჩვენ ენობრივი მონაცემების საფუძველზე და ეს ყველაფერი ჯდება ფონეტიკური ცვლილებების ძალიან მარტივ სქემაში, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ჩვენ აქ ვხედავთ სემანტიკურ გართულებას. და რას ეხება ეს სემანტიკური გართულება? ეს სემანტიკური გართულება ეხება იმას, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, აი ახლა თქვენ ისევ სლაიდზე ხედავთ, ჩვენ ამ შემთხვევაში ერთადერთ კომპონენტად რომელიც ცაზე მიუთითებს, ეს გახლავთ ეტიმოლოგიური მნიშვნელობა პირველი კომპონენტისა, პრეფიქსისა A, ხოლო დანარჩენები კი, როგორიც არის ბერეს, კირ და სკირ, სულ ყველა უჩვენებს შვილს, ვაჟიშვილსა და ძეს. რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ ფაქტობრივად ჩვენ ამ ფაზის მეორე საფეხური ვეუბნება, რომ მხოლოდ აფხაზი და ჭანი ძმები კი არ არიან ძმები, არამედ აქვე არიან მეგრელებიც. სხვაგვარად ჩვენ ფორმულა გვეუბნება, რომ აფხაზი, ჭანი და მეგრელი ვაჟკაცები არიან ზეციური ვაჟკაცები. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად საინტერესო ინფორმაციაა. ეს ინფორმაცია შემთხვევით ვერ, ასე ვთქვათ, შემთხვევით არ ყალიბდება. მას აუცილებლად წინ უსწრებს ძალიან სერიოზულად მოფიქრებული ენობრივი ერთეულების შეჯერება და შეკავშირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზური აფსკილის ეტიმოლოგიური სქემის მეორე ფაზის მეორე საფეხური კიდევ უფრო რთულ სივრცეს წარმოადგენს და მასში უკვე ფიგურირებს ფაქტობრივად სამი ენა. ეს არის აფხაზური, ეს არის ჭანური და ეს არის მეგრული. შეგვიძლია თუ არა აი ამ მონაკვეთის ჩაწერაც ისეთივე მათემატიკური ფორმულის სახით, რომელიც ჩვენ წეღან წარმოვადგინეთ. აღმოჩნდა, რომ შეგვიძლია და ჩვენ ახლა აი ამ სლაიდზე გამოტანილი გვაქვს სწორედ აი ეს ფორმულა. მე მსურს იმას მიაქციოთ ყურადღება, რომ ფორმულის გართულებასთან ერთად თვითონ ფორმულაც ძალიან გრძელი ხდება, ხო? მე ჩვენ ვნახავთ, რომ ფაქტობრივად ორ ხაზს დაიჭერს და რატომ ვამბობ ამას? ასეთი წარმონაქმნები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუთითებს ერთადერთ ფაქტზე, რომ აღნიშნული სახელები არ წარმოადგენს ჩვეულებრივად შემთხვევით დაკავშირებულ ერთეულებს ნომინაციის დროს, ანუ სახელწოდების დროს. არამედ ეს ძალიან კარგად მოფიქრებული და ძალიან კარგად როგორ შეიძლება ვთქვა შეფუთული, არ ვიცი, მოგვაწოდეს ისე, რომ ზედაპირზე ჩვენ ამას მაინც და მაინც ვერ ვამჩნევთ, აი ამ სიღრმეებს ვერ ვამჩნევთ. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა აქ ჩვენი კვლევა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კვლევა იმის გამო, რომ ანალოგიური ფორმულების განხორციელება უშუალოდ ენაში ჩვენ გვარებში ნამდვილად გვაქვს. სხვაგვარად, ჩვენ თუ ფაზების მიხედვით განხილვის დროს აფსკილისა, ხო, დავინახეთ, რომ სახელში ორი ფაქტობრივად ერთნაირი ლექსემა ფიგურირებს, როგორიც არის ძე და შვილი და როგორიც იყო ბერეს, კირი და ფაქტობრივად სკირიც იქ შემოვიდა, აღმოჩნდა, რომ თურმე ქართულ გვარებში აი ეს
ფორმულა ზის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბერი ძე, გვაქვს ბერო შვილი, ბერია ნიძე, ბერია წულის კირი, წულა ძე და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ფორმულა ანუ რომელიღაცა ლექსემის სხვადასხვა ქართველური ენიდან ამოკრეფილი ერთეულებისაგან შემდგარი სახელი წარმოადგენს თურმე ქართული ეთნოფსიქოლოგიის განუყოფელ მონაკვეთს. ეს მისი ენობრივი კულტუროლოგიური სულიერი თუ გნებავთ და თუ გნებავთ ისტორიულიც წარმომავლობით არ ვიცი რა შეიძლება იქ კიდევ ჯაჟდეს ეს ყველაფერი ერთად შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გამოხატულებას პოულობს თვითონ ერის ეთნოფსიქოლოგიაში რომელშიც უკვე ეს კომპონენტები ცალკეულ ნაწილებად არის მოცემული და მათი სელექციური უпростоრად შეკავშირების შედეგად ჩვენ უკვე ვღებულობთ ისეთ რთულ სემანტიკურ სიდიდეებს როგორიც გახლავთ აფსკილის სახელი. მაგრამ რა თქმა უნდა ამით ჩვენი კვლევა არ უნდა გაჩერდეს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კვლევა იმის გამო რომ ჩვენ ვაჩვენეთ რომ აღნიშნული სახელები აი ეს ბერსახელი ხო ფიგურირებს როგორც მეგრულში და ჭანურში იგი ფიგურირებს აგრეთვე ქართულშიც და მე თუ ჭანური და მეგრული ერთეულები გამოვიყენე აფსკილის სემანტიკის ანუ მასში კოდირებული ნიშნულობის ამოსაწევად რა თქმა უნდა ქართული იქ ცალკე არ უნდა იყოს დატოვებული და ქართულიც უნდა გამოვიყენოთ. აი ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ავიღეთ უპირველეს ყოვლისა ქართული ბერე, უკაცრავად ქართული ბერი, რომელიც ნიშნავს მრავალხნიან კაცს, ანუ ბებერს, მოხუცს, ხანში შესულ ადამიანს. და თუ ჩვენ ჩავსვავთ სიტყვას ბერი აფსკილის I am bear კომპონენტის ნაცვლად ნახეთ როგორ შეიძლება ფორმულა. დააკვირდით სლაიდს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მეორე ფაზა ისევ, ოღონდ ჩვენ უკვე აქ გვაქვს მესამე საფეხური. და გვაქვს ისევ პრეფიქსი ა, რომელიც ლათინური ასოთი არის აღნიშნული და კიდევ ვიმეორებ ეტიმოლოგიურად არიცა. შემდეგი არის ბერ, რომელიც არის უკვე ქართულიდან შემოსული და ქართულიდან აღდგენილი სიტყვა, ქართულის მეშვეობით უпростоრად აღდგენილი რეკონსტრუირებული სიტყვა და რაც ნიშნავს ხანმრავალ კაცს. შემდეგ მოდის უკვე სკირი და სკირი. აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვღებულობთ არა მხოლოდ აფხაზურ, ჭანურ და მეგრულ ჰიბრიდს, არამედ აქ ემატება აგრეთვე ქართულიც და თუ მე მაქვს ქართული, ჭანური და მეგრული, ფაქტობრივად მე უკვე საუბრობ ქართველური ენების სისტემაზე. და თუ ეს ასია, მაშინ უკვე მეორე ფაზის მესამე საფეხური მე შემიძლია წარმოვადგინო როგორც აფხაზურ ქართველური. ეს ძალიან ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ ქართველური ენები ეს არის უზარმაზარი სისტემა, ხოლო აფხაზური ბერ, ანუ ის ლექსემა, რომელსაც ჩვენ ვიკრებთ და თუნდაც მთელი სახელი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ელემენტს. რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, რომ ელემენტი სისტემას არ ეკუთვნოდეს. სისტემა წარმოშობს სხვადასხვა ელემენტებს, n რაოდენობის ელემენტებს, მაშინ როდესაც ელემენტებს სისტემის წარმოქმნა არ შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია უკვე აპრიორი ვთქვათ, რომ აი ის ეტიმოლოგიური კვლევა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწარმოებთ, შეუძლებელია, რომ არ წარმოადგენდეს ქართველურიდან აფხაზურში წაღებულ სახელს.
მაგრამ გავაგრძელოთ ჩვენ ისევ კვლევა, ანუ მიუდგეთ ყველაფერს ისევ ენათმეცნიერული ანალიზის კუთხიდან და ვნახოთ რა სემანტიკური ცვლილებები მივიღეთ upskill-ის სახელში, როდესაც მასში აღვადგინეთ ქართული ბერი, ხანმრავალი კაცი. ვინ არის ხანმრავალი კაცი? მაშინ როდესაც გვერდით გიზის ძე და შვილი. ამაზე რა თქმა უნდა ორი აზრიც არ არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მამა-შვილის ფორმულა. ეს არის ისევ და ისევ რა თქმა უნდა ზეციერი მამა, იმიტომ რომ წინაც უზის პრეფიქსი, რომელიც ეტიმოლოგიურად ზეცას ნიშნავს და თვითონ ეს ბერიც აღადგენს უკაცრავად აფხაზურის ცის მნიშვნელობას, ბერ როგორც ცა და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად სახეზე არის ღვთაებრივი ოჯახის ფორმულა. ანუ ჩვენ გვაქვს მამა ღმერთის და მისი ღვთაებრივი ძის ერთობა. აი ასეთ ინფორმაციაზე გასვლა, როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთადერთი სახელის საფუძველზე, მისი ეტიმოლოგიური კვლევის საფუძველზე და ზოგჯერ იცით დაუჯერებელიც კია, თუ როგორ შეიძლებოდა ესეთი უზარმაზარი კულტუროლოგიური ინფორმაციის ჩადება აი ამ ერთ სახელში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ იგი ფაზებრივად, ანუ ფაზების მიხედვით არ განვიხილეთ, ჩვენ რა თქმა უნდა აი იმ სემანტიკურ ცვლილებებს ვერ ამოვიღებთ. ახლა ვნახოთ თუ აი ამ ქართული ბერის აღდგენის შედეგად მთლიანად ფაზამ, უпростоრად მთლიანად აი ამ ცხრილმა როგორი შესახედაობა მიიღო და ჩვენ აქ გვაქვს ეხლა სლაიდზე ხედავთ თქვენ შეჯამებას ერთგვარს აი ამ ცხრილებისა, რომელსაც მე მართალია ნაწილ ვაჩვენებდი, მაგრამ შემდეგში უკვე გაჩვენებთ მის მთლიან სახესაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზური upskill-ის ეტიმოლოგია ანალიზის ამ საფეხურზე ორფაზიანი სტრუქტურაა. პირველი ფაზა არის მონოლინგვური, ანუ ერთენიანი და მასში განიხილება upskill-ი მხოლოდ და მხოლოდ აფხაზურის კუთხით, ხოლო მეორე კი ეს არის მეორე ფაზას გულისხმობ, მეორე კი ეს არის ჰიბრიდული ფაზა. ჰიბრიდულია ეს ფაზა იმიტომ, რომ მასში ერთი მხრივ წარმოდგენილია აფხაზური, ხოლო მეორე მხრივ კი ქართველური ენების სისტემა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჭანური, ჩვენ გვაქვს მეგრული და ჩვენ აქ გვაქვს ქართული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ upskill, როგორც ეს მარს უწერია, ჩვეულებრივი სახელი არ არის. იგი, როგორც ჩვენ აქამდე განვიხილეთ, ამირანთან დაკავშირებული მთელი რიგი სახელები, მისი მშობლების სახელები და როგორც მისი მშობლების სახელები, ასევე სხვა მოქმედი გმირების სახელები, აღმოჩნდა, რომ ესეც ყოფილა კოდი და კიდევ ერთსაც ვიტყვი, ეს ჩვეულებრივი კოდი არ არის. რა იგულისხმება ჩვეულებრივ კოდში? კლოდ შენონი, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, უпростоრად 50-იან 60-იან წლებში მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი პროფესია იყო პროგრამისტობა და საიდუმლო კოდური სისტემების გაშიფრვა და შედგენა. იგი ამბობდა, რომ არსებობს კოდების სხვადასხვა ფორმები და ყველაზე მარტივ ფორმას იგი დეგენერაციულ ფორმებს უწოდებდა, როდესაც რაღაცა ერთი ელემენტი შეიძლება ჩაანაცვლო მეორე ელემენტი და ძალიან მარტივად მოახდინო მისი დეშიფრირება. მაგრამ ამავე კლოდ შენონის მიხედვით
აი ამ დეგენერაციული კოდებიდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს გართულებული კოდებიც, ანუ კოდების ტიპები თანათანობით რთულდება და მისი უმაღლესი გამოხატულება, ანუ ურთულესი კოდის გამოხატულება, რომლის ამოხსნაც შენონის მიხედვით საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ეს გახლდათ ეგრეთ წოდებული სრულყოფილი კოდი. მე ხლა რა თქმა უნდა არ მოყვები იმას თუ როგორ ესმოდა მას ეს სრულყოფილი კოდი, მაგრამ ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ აი ეს სრულყოფილი კოდები შეიძლება სულ სხვადასხვანაირი ფორმულებით იყოს წარმოდგენილი. მთავარი გამსაზღვრელი კრიტერიუმი სრულყოფილი კოდისა გახლავთ ის, რომ მისი ამოხსნა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, მათ შეუძლია გაუძლოს 1000 წლეულებს, ვერ ამოხსნი. ერთადერთი შემთხვევა არის სრულყოფილი კოდის ამოხსნისა, თუ შენ გაქვს გასაღები. თუ გასაღები არ აქვს, ის კოდი სამუდამოდ დაკეტილი დარჩება. ამ შემთხვევაში ჩვენ სწორედ ასეთ კოდს გვაქვს საკითხი და იმის გამო, რომ ჩვენ ქართველური ენებისა და კულტურის თვალსაზრისით ვიხილავთ upskills, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გასაღები, რომელიც ღმერთმა გვარგუნა, ჩვენ აი ამ გასაღებს ვიყენებთ იმისათვის, რომ upskill-ის სახელის დაფარული ინფორმაცია ამოვხსნათ. და კიდევ ერთი რამ, როდესაც ჩვენ გვაქვს კოდები, უნდა ვიცოდეთ, რომ კოდის სემანტიკა, ანუ მისი მნიშვნელობა არ წარმოადგენს ლექსიკურ მნიშვნელობას. ანუ ის მასალა, რაც ამოდის კოდის გახსნის დროს, არ წარმოადგენს ჩვეულებრივ ლექსიკურ მნიშვნელობას, როგორცაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე ლექსიკონებში, ხო? ეს არ არის. კოდი ყოველთვის მიმართული არის ხოლმე ინფორმაციაზე. მეტიც, ეს ინფორმაციაც კი არის სრულიად განსაზღვრული სახისა. ეს არის დაფარული საკრალური ინფორმაცია, რომელთანაც წვდომა არავის არ აქვს, გარდა იმ პიროვნებისა, რომელსაც გააჩნია კოდის გასაღები და რომელიც გახსნის ამ კოდს და ამოიღებს აი ამ საკრალურ ინფორმაციას. სხვაგვარად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალიზის ამ საფეხურზე ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზური სახელი upskill არის სრულყოფილი კოდი, რომლის გახსნა შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველური ენებისა და ქართველური კულტურის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ეს კვლევა კიდევ გავაგრძელოთ და სათქმელი კიდევ რა თქმა უნდა ძალიან ბევრია, მაგრამ ახლა მე თქვენს ყურადღებას მივაქცევ ისევ სლაიდზე, სადაც მოცემული არის უკვე პირველი და მეორე ფაზების სტრუქტურა, ოღონდ მათემატიკური ფორმულის სახით მოცემული და თქვენ ხედავთ, რომ ამ ფორმულას თითქმის ორი ხაზი უკავია. აი ამ ფორმულის საფუძველზე კი ის სემანტიკური ინფორმაცია, რომელიც ამოდის მისგან, ეს გახლავთ ის, რომ აფხაზი, ჭანი, მეგრელი, ვაჟები, ძენი წარმოადგენენ ზეცის შვილებს და მათ ჰყავთ ერთი მამა, ქართველი ხანმრავალი კაცი, რომელიც არის მათი არა მხოლოდ უпростоრად მათი ზეციური მამა, არამედ ზოგადად ქართველებისა და აფხაზების მამა. მოდით აი ამ მონაკვეთზე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. ჩვენ კიდევ უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, ამ ფაზაზე, უпростоრად აი ამ ფაზურ სისტემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ იგი ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ კიდევ უნდა განვიხილოთ მისი მესამე ფაზა და შემდეგ უკვე ის უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც უკვე დასრულებულ ფაზურ ეტიმოლოგიურ სისტემას გააჩნია. მაშა ასე, ძვირფასო მეგობრებო, გემშვიდობებით დღეს საუკეთესო სურვილებით ამ ახალ წელიწადს
დღესაც და ჩვენს მეორე საუბარში ჩვენ უკვე გავაგრძელებთ upskill-ის ეტიმოლოგიურ კვლევას. კარგად ბრძანდებოდეთ.